სტიქით დაზარალებულ სოფლებში მინისტრი იმყოფება ოთარ დანელია მოსახლეობას ხვდება და დაზარალებულ სოფლებს ათვალიერებს. ის ახლა ჩვენ კითხობს პირდაპირ ეთერში უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ოთარ. მოგესალმებით. ბატონო ოთარ, თქვენ დილიდან იმყოფებით ადგილზე, თქვენი პირველადი შეფასება როგორი იქნება მასშტაბებთან დაკავშირებით? მოგახსენებთ, რომ მცირე ზარალი ნამდვილად არ არის, აქ არის როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ზარალი, ასევე არის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის კუთხით, ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც ახლა ხედავთ, რომ ვაზი არის საკმაოდ დაზიანებული, 1500-დან 2000 ჰექტარამდეა საერთო ჯამში, თუმცა ეს არის პირველადი ოპერატიული მონაცემები. ჩვენ დღის განმავლობაში უკვე კომისია, რომელიც წუხადლივე შეიქმნა, მოგვასთვის ინტენსიურად ინფორმაციას, შესაბამისად ჩვენ პრემიერის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობით დღეს გვექნება შეხვედრა, სადაც უკვე დეტალურად მივიღებთ დავალებებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოფლის მეურნეობის კუთხით. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ აქვთ კრედიტები და მათი განცხადებით დაახლოებით არის სოფლები, სადაც 100% მოსავლის არის განადგურებული. დახმარებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება? პირველ რიგში მე მოგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი არის დაზღვეული, როგორც ჩვენ აქ ვარკვევთ ახლა ოპერატიულად. 211-მდე ზარია უკვე შემოსული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კოლ-ცენტრში დაზღვეულებთან დაკავშირებით, რომელთაც ჰქონდათ ეს ობიექტები დაზღვეული. ასევე არის საკმაოდ დიდი ვენახები, რომელიც ეკუთვნის ქარხნებს და ესეც დაზღვეულია. შესაბამისად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ ის, ვისი გადაჭინაც ახლა შეიძლება და რა თქმა უნდა, ვისაც დაზღვეული ჰქონდა, იქ ბუნებრივია პრობლემა არანაირად არ იქნება ანაზღაურების თვალსაზრისით. ბატონო ოთარ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა კახეთის რეგიონში. ორჯერ მანამდე ივლისში უკვე დაისეტყვა ბაღების და ვენახების ნაწილი, თუმცა იმ ადგილობრივებს, რომელთაც დაზღვეული არ ქონდათ, ბუნებრივია თანხა არ ანაზღაურდათ თქვენი გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში როგორ იქნება დახმარებას მიიღებს მხოლოდ ის, ვისაც დაზღვეული აქვს ვენახი, თუ ყველაზე გაიცემა ეს თანხები? პირველ რიგში თქვენის ნებართვით მე მინდა შეგახსენოთ ის ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფომ გაატარა. ეს გახლავთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც 14 მილიონი ლარის ფარგლებში დაჯდა და თითო ჭური, რომელიც მათ შორის წუხელ მხოლოდ 50-მდე გაიცვლის არის, თითო ჭურის ღირებულება დაახლოებით არის 300 ევროს ფარგლებში. შესაბამისად, ასევე ჩვენ სუბსიდირებას ვაკეთებთ იმ დაზღვევისა, რომელიც აგროდაზღვევაა და რეალურად 60%-მდე ჩვენ ვიხდით სახელმწიფო და ბუნებრივია ეს არის ერთობლიობა იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ვატარებთ და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ ამას დიდი мотивация იმის, რომ დაიზღვის და მინიმუმამდე დავიდეს რისკები, ალბათ პრაქტიკულად ვერ იარსებებს. მე მინდა ასევე ცნობისათვის მოგახსენოთ, რამოდენიმე წუთის წინ მომახსენეს, რომ აქედან გადასულმა ღრუბელმა დაღესტანში კიდევ უფრო სავალალო შედეგები გამოიწვია და რეალურად მსხვერპლია. ანუ ამდენად კრიტიკული და დიდი იყო სტიქია და მე მინდა გითხრათ, კი ბატონო, სამჯერ იყო. დელტა ამაზე ალბათ კიდევ უფრო კარგად გააკეთებს თავიანთი ექსპერტიზიდან გამომდინარე კომენტარს, მაგრამ 24 სეტყვა უნდა ყოფილიყო კახეთში წელს და იყო სამი. ბატონო ოთარ, მე კითხეთ იმ დაზარალებულების შესახებ, რომელთაც დაზღვეული არ აქვთ ვენახები. ისინი თუ მიიღებენ დახმარებას ამ კითხვაზეც როგორ გასაგებია? კომპენსაციას რა თქმა უნდა არ მიიღებენ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ღონისძიება გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაეζღვიათ, მაგრამ თუ სხვა რაიმე შესაძლებლობები გამოინახა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. და კიდევ ერთი კითხვა, მოსახლეობა აცხადებს მათი ნაწილი, რომ მათ ესმოდათ აფეთქებების ხმა, თუმცა დელტასთან მაინც არსებობს და ისმის გარკვეული პრეტენზიები ადგილობრივების მხრიდან, ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოხდა დაგვიარებით ამ პროვინციული ღონისძიებების გატარება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მე დელტას ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ დელტა ალბათ ჩემზე უკეთ გააკეთებს ამაზე კომენტარს, ეს მათი ექსპერტიზის სფეროა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ წუხელ გქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და პრაქტიკულად ყოველ 5 წუთში დელტას დირექტორთან მე მქონდა ინფორმაციის სტატუსის განახლება. მე მოგახსენებთ, რომ რეალურად მოხდა ფორმირებული ღრუბლის შემოსვლა იმ არეალიდან, რომელიც დაცვის არეალს ცდება, ესე ვთქვათ, და შესაბამისად ფორმირებული სეტყვის შემდეგ დაშლა არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ნაწილობრივი პრევენცია მოხდა გუშინ. გუშინ წინ იყო ანალოგიური შემთხვევა, სადაც სრულფასოვანი პრევენცია მოხდა, მაგრამ გუშინ ვინაიდან ეს უკვე ცდებოდა, ესე ვთქვათ, ფორმირების არეალი, დაცვის არეალს, შესაბამისად ფორმირებული სეტყვის შემოსვლისას, რომელიც დაახლოებით 5 სანტიმეტრის ზომის იყო, უკვე რა თქმა უნდა მისი დაშლა შეუძლებელი იყო და მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. და ბოლო კითხვა, თქვენ რომელ რეგიონებს ეწევით დღეს? მე ვიცი, რომ დილიდან ჩადიხართ და ხვდებით მოსახლეობას, რომ თავად შეაფასოთ ის ზარალი, რომელიც არსებობს ადგილზე. რა თქმა უნდა, მე ადგილზე ვეცნობი, ზარალს შეაფასებს კომისია, რომელიც წუხელ შეიქმნა, ეს შერეული კომისია, ეს არის როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით, ადგილობრივი წარმომადგენლობა და ბუნებრივია დღის განმავლობაში გვექნება ინფორმაცია. ჩვენ გეგმავთ რეგიონის მასშტაბით რამოდენიმე რაიონის მონახულებას დღეს და გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება ასევე დაგეგმილი, ღონისძიება, შეხვედრები და ასე შემდეგ. ამიტომ საკმაოდ ესე ვთქვათ, შეიძლება ისეთ სოფლებში წავიდეთ, რომელიც არ იგეგმებოდა, ამიტომ დღეს ვართ რეგიონში სწორედ ამისთვის ჩამოსული, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველგან სიტუაციას. დიდი მადლობა, მე მაყურებელს